ამჯობად ძალიან დიდ დროს ვატარებ საცობში და მანქანაში აქედან გამომდინარე რატომაც არა და ეს დრო რომ გადავაკეთო და გადავახურდაოთ რაიმე სასარგებლოში მე მეტყოლებაში ვორჯიშებ ფიქრებისგან დავიცლები და ვისაც დაგაინტერესებთ იქნება რამე საინტერესო გაიგოთ ან ახალი ან რამემ დაგაფიქროთ ან რამე ინსპირაცია მოგცეთ რატო ახლა ესეთი რაღაცები საჭირო მთელი დღის ჩვენ ცხოვრობთ იმ გარემოში სადაც მთელი დღის განმავლობაში შენს გონებაში შემოდის აუარებლად ბევრი ფიქრი და ინფორმაცია და ლოგიკურია ეს ინფორმაცია თავისთავად ბადებს ფიქრს გამომდინარე აქედან შენი ტვინი მთელი დღის განმავლობაში შენი სტორიჯი გონების ივსება და რაღაც ეტაპზე overflow-ს აღწევს რაც იმას ნიშნავს რომ გადაიღალები გონებრივად ვეღარ ფიქრობ, ვეღარ აზროვნებ გინდა დასვენება, მაგრამ რო ისვენებ მაგის თავიც დიდად არ გაქვს დასვენების და უბრალოდ doom scrolling-ში და რაღაცა სისულელის კეთებაში ატარებ დროს იმიტომ რომ შენს გონებას რესურსი აღარ დარჩა რაღაცაზე ფიქრის თუნდაც ეს იყოს დასვენება ან რაიმე საინტერესო ამიტომაც ამ ერთ-ერთ პოდკასტის ყურებისას მივდექი ამ აზრს რომ ყოველ დღე კარგი იქნება თუ შენს გონებას დაცლი ამ ფიქრებისგან თუნდაც რომ არავის აჩვენო ამაზე ხმამაღლა მარტოები რო ვართ ხო დიდად ხოვლობა რა გვაქვს ამაზე და როცა მეგობრებთან ერთად ვართ მანდ ინტერაქცია ანუ გაწყვეტინებს ხშირად მეგობარი ხო? ანუ კომუნიკაცია როგორია შენ მეგობართან საუბრისას შენ ხო არ იცლები შენი ფიქრები დიაში რაღაცაზე კითხვას უსმენთ ერთმანეთს პასუხობთ და ინფორმაციას ცვლით რაც იმას ნიშნავს რომ ამ დროს შენი ტვინი გასცემს კიდევაც ინფორმაციას და იღებს კიდევაც ინფორმაციას და აპროცესებს ამუშავებს ამ ინფორმაციას და ეს არ გამოდის მომგებიანი იმისთვის რომ ეს თორიჯი დაცალო პირიქით რო შეიძლება გადაგევსოს ამიტომაც მარტო რო დაждები ძალიან კარგია რომ ყოველდღიურად შენი რაღაცა აი ამ აუარებელი ფიქრებისგან დაიცალო მე მაგის კეთება დავიწყე კვირაში ერთხელ ბიტ-ბაი-ბიტის გამოცემით და რაღაც ჩემი ნიუსლეტერის გამოცემით ვიფიქრე რომ კვირაში ერთხელ ვიგილაპარაკებდი რაღაცეებზე რაც იმ კვირაში ვფიქრობდი და დავიცლებოდი თუმცა რთული აღმოჩნდა ერთი კვირის კონტექსტის ესე ერთ სტატიაში ესე გადმოცემა ამიტომაც რა ვიცი ჩავწერა ვიდეოებს ყოველ დღე მივდივარ ოფისში ყოველ დღე გზავრობ მანქანით ყოველ დღე მოვდივარ სახლში უკან გვიან და აქედან გამომდინარე რა ვიცი ეს დრო მაინც არ ვაკეთებდა რავი ჩავწერ შეიძლება დამეხმაროს კიდევაც არ ვიცი გონებრივად დამეხმარება თუ არა ეხლა მივდივართ იდეაში პოდკასტის ჩასაწერად დღეს წერთ გიორგი კერატიშვილს კერატას DevOps-ის ლეგენდას საქართველოში საინტერესო საუბრები გამოგვივა იმედი მაქვს მას ბრაიტნეს აუწევთ ცოტა რომ ჩანდეობთ ისეთ კაი დღეს რაზე ვისაუბროთ დაახლოებით გვაქვს ალბათ 30 წუთი სანამ მე გაგარინის მოედანზე გავალ ალმაშენის ხეივნიდან საცობების გათვალისწინებით ამიტომაც შეგვიძლია რაღაც საკითხებზე ვისაუბროთ მაგალითად ვისაუბროთ ქართველი დეველოპერების პრობლემებზე საიდან ამდენი არაენთუზიაზმი არ ვიცი რაც უფრო დიდ დროს ვატარებ შეიძლება ეხა ვიღაცისთვის ეს ძალიან ნიჰილისტური აღმოჩნდეს ნიჰილისტურად გაიგოს მაგრამ it is what it is რა იმიტომ რომ მომწონს ძალიან
ქართული კომუნა ზოგადად. ჰაკათონზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო. და რავი რა ეს ერთი ხელის მოსმით არავის არაფერს არ ვერჩი. და რავი მოვიდნენ ბავშვები ჰაკათონზე 2 დღე გაატარეს იქ იწვალეს რაღაც გარეთ. მაგრამ მე ვწუხარ იმაზე რომ აი ამ რაღაცა ექშენის გამოწვევას ყოველთვის სჭირდება ვიღაცის ტრიგერი. ჩვენი developer community ძირითადად ელოდება რაღაცა ტრიგერს რომ რაღაც გააკეთოს. არ ვიცი რატომ მაწუხებს ეს ფაქტი მე არ ვიცი. იმიტომ რომ ლოგიკურია ყველა შენაირი ვერ იქნება. და ვერ მოთხოვ ყველას რომ შენ როგორიც ხარ ისეთი იყოს. ამიტომ მე რატომ მაწუხებს ეს ფაქტი არ ვიცი, მაგრამ მაწუხებს. ამიტომაც სადმე ხომ დავიცალო ამ ჩემი რენდომ ფიქრებისგან და რავი იყოს ეს ადგილი. მაწუხებს ფაქტი იმის რომ მაგალითად თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მოიძებნება საქართველოში, რომელიც რაღაცა სახის კონტრიბუციას აკეთებს, ესე ვთქვათ, კომუნიტიში. აი თითზე ჩამოსათვლელი. კომუნიტიში არ იგულისხმება ცხოვრება მარტო რაღაცას აქტიურობა რა. კომუნიტიში იგულისხმება ადამიანი, რომელიც მოყვება აქტიურია კომუნიტიში და ცეცხლის გამჩენია. აი ცეცხლის გამჩენობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მე მგონი რა. აი რომ დაძრავს. მე მყავს დისკორდში რამდენიმე ეგეთი ცეცხლის გამჩენი ადამიანები, და ყველა სახის არ დავასახელებ, მაგრამ ნუ აი ერთი მაგალითად შეგვიძლია რომანი ავიღოთ მაგალითად, ნუ ხა არ ვიცი. ის მიყურებთ იცით თუ არა, ანუ იცით. ხო? ანუ აი გარი კომუნიტის ნაწერობა. აი თქვენ უბრალოდ ვესტკი წარმოგიდგენიათ სავარაუდოდ ეგეთი ბევრი ტიპისგან შემდგარი კომუნიტის რა შეუძლია და რის კეთება შეუძლია. აი უბრალოდ ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ, აი რეების გაკეთება შეიძლება რა. თუნდაც ეს ჰაკათონი ავიღოთ. აი ეგრე მოვიდა ერთ დღეს რომანი და გვეუბნება. ლავაბლს შეუძლია რომ მოგცეს $5,000 კრედიტები. $15,000 მოგცეს. შეუძლია რომ მოგცეს $5,000 კრედიტები. ჰაკათონი ხომ არ გავაკეთოთ? რავი, why not? მოდი გავაკეთოთ. და უცებ რავი. რაღაცა ძალიან სიგიჟე გავაკეთეთ, რომელზეც 2 კვირა მთელი LinkedIn-ი მაგას ლაპარაკობდა, 400 ადამიანი მოვიდა, 400-ზე მეტი. და რავი, 2 დღით ვიღაცეებისთვის თერაპია იყო, ვიღაცეებისთვის გართობა იყო, ვიღაცეებისთვის მოტივაციის წყარო იყო, ვიღაცეებისთვის ინსპირირება იყო. აი ამ საგიჟეთში სადაც ცხოვრობთ. აი ამ ჯოჯოხეთში სადაც ცხოვრობთ, ვიღაცეებისთვის, ჩემთვის მაგალითად პირადად, ის 2 დღე იყო სიამოვნების რა ვიცი. ბევრი სიამოვნება იყო რა. ერთი ის რომ დავინახე ამდენი ადამიანი ჩემნაირად მოტივირებული და მეორე რომ ვიღაცებს რო გაახარებ და გამოიყვან სახლიდან მაგაზე კაი რა არის ხო? ხო, მაგრამ ცოტანი ვართ ესეთი ცეცხლის გამჩენი ხალხი, აი რაღაცას რო დაძრავენ რა. მოდი რაღაც გავაკეთოთ. მოდი გავაშიარებ ამას. აი ეგეც ხო როგორი მარტივი რაღაცაა რა. აი რაღაცას ვუყურე. რავი, TikTok-ი ავიღოთ რა, რავი, რა მნიშვნელობა აქვს რა, რაღაც სტატია წავიკითხე რა. მოდი გავაშიაროთ. მოდი გავაშიარებ. მოდი სადმე დავდებ. იქნებ შემსავით ვიღაცამაც წაიკითხოს და მოიწონოს რაღაც ახალი ისწავლოს, რაღაც ინსპირირდეს, რაღაცა ფიქრი დაბადოს მასში რა. აი ფიქრის დაბადება რამდენ რაღაცას ნიშნავს ნახე. რას ნიშნავს ხო ფიქრის დაბადება რა? შენ ძირითადად როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხარ ჩართული, შენს გონებაში ახალი ფიქრები არ იბადება. იმიტომ რომ ავტონომიურად ცხოვრობ და შენი რუტინას მიყვები ძირითადად, ხო? აქედან გამომდინარე, შენი რაღაცა ფიქრის პეტერნი ძალიან გააქვს, ანუ შენს გონებას უბრალოდ რა. ამ შენი ფიქრის პეტერნი იმდენად გათვითცნობიერებული აქვს და შესწავლილი აქვს, რომ როგორც კი რაღაც ახალს იღებ და ამ ახალზე გინდა რაღაც აზრი დააგენერო, რაღაც ფიქრი დააგენერო და რაღაცა
რაღაცა მით რა ქვია კუთხიდან შეხედო ამ ახალ აზრს, რომელიც შემოვა გარედან შენში, ყოველთვის გენერირდება ერთი და იგივე ფიქრი. იმიტომ რომ შენ გონებას ეგეთი პეტერნი აქვს დამოღამებული. ამიტომაც ფიქრის დაბადება თითქმის არ ხდება. მაგრამ რა ხდება, როცა მოусმენ ვიღაცას, ვინც აბსოლუტურად სხვანაირი ფიქრის პროცესი, ვისაც აბსოლუტურად სხვანაირი ფიქრის პროცესი აქვს რა, შენ განსხვავებული. როგორც კი ეს ადამიანს მოусმენ, მაშინვე შენში რაღაც იცვლება რა. ანუ ალბათ ორი ტიპის ადამიანები არსებობენ რა, რომელსაც ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. ანუ როცა ვიღაცა მისგან განსხვავებულად აზროვნებს და სხვანაირად უყურებს რაღაც საკითხებს და სხვანაირად აფასებს, ეს შეიძლება ვიღაცისთვის შეურაცხყოფელი იყოს და იმდენად არასასიამოვნო იყოს, რომ ეგრევე დაბლოკოს ეს ფიქრი. მე ეგეთი ადამიანები მეწოდებიან ძირითადად რა. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ეგეთი ადამიანი ჩემთვის წოდოა. იმიტომ რომ ძალიან ინტერესო იქნება მისთვის ცხოვრება რა. ხო და მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომლებიც ამ დროს ინსპირირდებიან. აუ, ნახე რა სხვანაირად აზროვნებს. ნახე რა კარგი ჭრილიდან უყურებს. მე რატომ არასდროს არ მომეცა ამაზე ფიქრის შესაძლებლობა. ან ასე რატო არ ვფიქრობდი, ხო? და აი ამ დროს იბადება ფიქრი. და როდის შეიძლება რომ ამას მიაღწიო, ანუ ვიღაცას რომ მოусმინო, ხო? ანუ დღევანდელ ცხოვრებაში ან უყურებ რა ვიღაცის გამოსვლას, პოდკასტი იქნება, TikTok-ი იქნება, ან კითხულობ ვიღაცის სტატიას, ხო? ამ აქედან შეიძლება ფიქრის დაბადება. ამიტომაც რამდენად მნიშვნელოვანია ნახე რაღაცის გაზიარება. აი რაღაცას რო წაიკითხავ და რაღაცას რო გააზიარებ. და გული იმაზე მწყდება მე რომ ადრე, აი 2016-17-18-ში რა, იყო Facebook ჯგუფები, იყო ძალიან ცოცხალი. აი დღეს ხო გვაქვს Discord ჯგუფები, ხო? მაშინ იყო ეგრე Facebook ჯგუფები. და მახსოვს რომ იდგნენ ტიპები და ტონობით რესურსებს აზიარებდნენ. სახელი ყველას ვერ დამოვიწყდება, მაგრამ აი მაგალითად საფარა იყო მაგალითად თავის დომეინში აზიარებდა, რავი, აი ტონობით რესურსს. აი უბრალოდ ტონობით რესურსს აზიარებდა, ყოველდღე ალბათ რასაც კითხულობდა, უბრალოდ დებდა. და ეს რამდენადაც, ანუ ეს რამდენს ნიშნავს უბრალოდ, რომ ანუ ინტერნეტი იმხელა, ხო? არ არსებობს რომ მე და შენ ყველაფერში დავემთხოთ რა. ვიღაცების გამოცემები შეიძლება მე წაკითხული მქონდეს და შენს რაღაც თანაკვეთა მქონდეს, მაგრამ ყველაში ვერ დავემთხოვით. რაღაცები შენ უეჭველი იცი, რაღაც საინტერესოები, რაღაცები მეც ვიცი და ამის გაცვლა არის ძალიან მაგარი რაღაც. ტატო მაშინ ძალიან ბევრ რაღაცას აზიარებდა ღმერთო ჩემო ამ Facebook ჯგუფში თან ვების ხარეშიც იყო და Android-ის ხარეშიც და უამრავ ტონობით რესურსებს აზიარებდნენ. მე სანდრო იყო დოლიძე მახსოვს. ვიღაცები გამომრჩება, არ მინდა რომ ყველა ვიღაცები გამომრჩენ რა. სანდრო აზიარებდა კიდე ძალიან მაგარ რესურსებს. სხვადასხვა სახის მიმართულებით მიტავებს აკეთებდნენ. მოკლედ აი დუღდა დეველოპერული კომუნიტი. და ეხა რაღაცა თითქოს წამოვიწყეთ იქით ბიჭებმა, აქეთ ჩვენ რაღაცა თითქოს გაჩნდა, მაგრამ მაინც რაღაცა მაინც არ არის. აი ის მაინც არ არის. არ ვიცი, შეიძლება მაგეთკენ მივდივართ. შეიძლება ვიღაცამ თქვას ეხა რომ აუ ნეტა აი ამასო ეხა მეტი სადარდებელი რომ არ მისცეო და რავი, შენთვის შეიძლება არ არის სადარდებელი, მაგრამ მე რომელიც ძალიან ბევრ დროს ვუთმობ აქაურობას ამ სფეროს და ძალიან ბევრს ვდება ამაში. ძალიან დიდი ინვესტიციას ვაკეთებ ჩემი დროის და რესურსების. ესეთი რაღაცები მე მადარდებს და შენ თუ არ გადარდებს, რავი. შენთვის უკეთესი. ბევრად მარტივი ცხოვრება იქნება. კი ბატონო. მაგრამ შენს გექნება ხო რაღაცები რაც გადარდებს. ეგეც ხო ძალიან სუბიექტურია, ხო? მე მადარდებს. შენ რავი გადადებს რომ ბარსელონამ ვიღაცა პლეიერი ვერ აიყვანა. მე მაგაზე შეიძლება გამეცინოს ხანეთ აი ამას, მაგრამ შენ ხო გადადებს. მე ეს მადარდებს და რავი გადარდებდეს ის რაც გადარდებს. რა პრობლემაა მაგაში ხო? ამიტომ არ ვიცი.
ყოველთვის მაგ ხომე რაღაცა ვიღაცამ რო Discord-ში დაპოსტი, ერთხელ იყო მახსოვს, ვიღაცამ დაპოსტა Java-ზე, აღარ მახსოვს ვინ იყო. Java-ზე ქონდა რაღაც game engine აწყობილი open source. ორი და game engine იყო, მე მგონი, არ მახსოვს რა. ნუ აი რა მნიშვნელობა აქვს რა იყო. და აი ძალიან მაგარი აღწერა დადო. რო აი მე გავაკეთე ესო, პიარები ვნახე, შევედი, კომიტები ქონდა. მოკლედ ეს ტიპი იჯდა თავისუფალ დროს. და ერთობოდა რა ამით რა. და ისე გამიხარდა. ისე მე სიამოვნა. არ ვიცი აი რატო შეიძლება ესე გაგიხარდეს, არ ვიცი. უბრალოდ ალბათ მიხარია ხოლმე რომ უყურებ რომ ჩვენ კომუნიკაციაში ვიღაც ცოცხალი ტიპები არიან, ვინც რაღაცებს აკეთებს რა. სულ აქტიური ვერ იქნება. არის ცხოვრებაა რა. ცხოვრება ყველასთან ხდება. ცხოვრება ყველასთან მოდის, პრიორიტეტები იცვლება. მე შეიძლება ჩვენი ერთ დღეს რა ყველაფერს მივაგდო ყველაფერი და წავიდე და გავაუქმო ყველაფერი და უბრალოდ ვიცხოვრო. ხო? მაგრამ მე ხარ ამბობ რომ ყველა უნდა რაღაც აკეთებდეს. არა, პრიორიტეტები იცვლება. მაგრამ ეს აქტიური ფაზები რაც არის, ხო, ეს ხალხი ვინც ამ ცეცხლებს აჩენს, ხო? ერთი პერიოდი ხო აჩენდნენ ისინი თავის ცეცხლებს. მერე იმათი რაღაც პრიორიტეტები შეიცვალა, იმათთან ცხოვრება მოხდა, წავიდნენ ისინი სხვა რაღაც აკეთებენ, ხო? მაგრამ ეს community ხო ცოცხალი ორგანიზმია, ხო? ამან უნდა დაარეფლეისოს ის ხალხი. ვიღაცებმა უნდა შეცვალონ ეს ხალხი, ხო? მერე და ეს უნდა მოხდეს ნატურალურად. აი მოვი ალბათ ძირითადად ჩვენ რადგან ქვეყანაში ძალიან ცოტანი ვართ, მაგიტომაც არის რომ არ ჩანს ესე რა ეს ხალხი. და ცოტანი რო ვარ ლოგიკურია, მე რო კიდე გადაფილტრავ მაგას, მე რო უფრო ცოტას მიიღებ შედეგს და აუთპუტს. ამიტომ შეიძლება მაგიტო ჩანს და ეხლა Twitter-ზე რო შეხედავ იქ რაღაცა ყველა ეგეთი ყავს გამოწერილი და შეიძლება გგონია რომ ეს უცხოელები რაღაც ძალიან აქტიურები არიან. შეიძლება ყველა ქვეყანაში ეგრეა რომ რაღაცა ცოტანი არიან, რა საფრანგეთში რო ბევრი არიან, უფრო მეტი აქტიური წევრიც ეგრე ჩანს, რომ ზოგადად ბევრი არიან, ხო? სიტყვაზე ავიღოთ, ხო? მაგრამ რავი, ეგეც არ არის რა, აი რა ვიცი, ნიდერლანდები ავიღოთ, ხო? ცოტანი არიან, მაგრამ აი რამდენი პროსტა უბრალოდ რომ დასერჩოთ, რამდენი კონფერენცია, meetup-ი ტარდება ნიდერლანდებში. აი უბრალოდ დასერჩით. და ნახავთ. ნუ ჩვენზე ვატარები არის. ჩვენთან არ ტარდება. ხო? რავი, გაიხსენეთ ბოლოს რა მე meetup-ი ჩატარდა, სად ჩატარდა, რა ჩატარდა. მე რაღაც მახსოვს AI meetup-ები ტარდებოდა რა პერიოდი, ეხლა არ ვიცი ტარდება თუ არა, მაგრამ ხო, ნუ აშკარად ეს დეველოპერული community ჩაწვენილია. იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრს შრომობთ ორი კომუნა, მაგის ამ გამოსაცოცხლებლად, მაგრამ არა, მაინც არ მიდის ეს კომუნიკაცია, მაინც რაღაცა Discord-ში 9000 კაცი ყავს თითქმის, მაგრამ 30 კაცი ალბათ იქიდან აქტიური. ეგეც არა, მე მგონი ეგეც არა. 30 ძალიან დიდი რიცხვია, მე 15, ალბათ 15 კაცი არის აქტიური. 1000 კაციდან. აქტიურობაში გულისხმობ რა, ვიღაცა რაღაცას დაწერს და reply-ს რო გაუკეთებ რა. მაგას ვიზობ აქტიურობას, თორე ხა რო ავიღოთ ამ 15 კაციდან რამდენი ანთებს ცეცხლს, ხო? ალბათ 1-2. ამიტომ ხო გამექცენ ხა ფიქრები. რა გაიყოფილა ბიჭო დაცვა. აი ყოფილა საუბარი, ვიცი. ხო, იდენა ეხა მაგალითად მე ხო რაღაცა იმაზე მუშაობ. macOS-ის tool-ზე. და private imag GitHub-ზე რა, არ არის ჯერ და open source-ებული და ვიფიქრე რომ მოდი community-ს რა ვიცი ხო არსებობენ რა ტიპები ვისაც Swift-ი აინტერესებთ, iOS-ი აინტერესებთ. და რავი რატომაც არა, მე რო ჩემთვის რო ეთქო ვიღაცას რომ open source პროექტი მაქვს, სადაც მე მოგცემ დავალები, შენ არ უნდა გაერგო. ზოგადად open source-ის სირთულე რა არის? როცა შესული ხარ, არ იცი რა გააკეთო. ხო? პროექტი დიდია, ბევრი პრობლემა, არ იცი რა და როგორ გააკეთო. და ვიღაცას რო ეთქო ჩემთვის რომ მოდი გამზადებული იშუები მაქვს შენთვის, ხო?
და რავი აიღე რომელი იშუც გინდა და ცადე გაკეთება არაფერს არ კარგავ იას გამოუშვებ ვერაფერს ვერ გავაფუჭებ ხო შეგიმოწმებ დაგირეჯექტებან დაგიეპრუვებან შეგაცვლევინებ ანუ არაფერს არ კარგავ გარდა სწავლისა ანუ ბენეფიტის გარდა არაფერი არ არის ან ახლა რაღაცას ისწავლი ან რავი და ფეილდები და რავი ოკეი let's try again რა არის ამაში ცუდი ან კარგის გარდა რა შეიძლება იყოს აქ მივიღოთ რომ კონტრიბუცია იქნება სადღაც ხო ну რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას არ იყოს ვიღაცის პროექტი მოსწონი ну ეს ცალკე საკითხი მაგრამ ну მე ძალიან გამეხარდებოდა დღეს დავწერე ჩვენს channel-ში რომ თუ იმის გაქვთ სურვილი მოდით ჯერ private-ია კოლაბორატორებში დაგამატებთ და იშუები გამზადებული მაქვს და აიღეთ რომელიმე იშუ გააკეთეთ ნახოთ როგორი რესპონსი იქნება მაგრამ ნუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არავინ საერთოდ არ მოინდომეს მაგაში შემოსვლას და პირველში მაგას უნდა უთხრა რომ მაგის თქმა მინდოდა რომ ვიღაცას თუ გონია რომ ეშინია ეგეთი ნაბიჯს გადადგმის ხო რა ვიცი ძალიან კაი ქუოთია მაღაზია გამოთქმარი ეგეთი რომ რომელ გვირაბში შესuliსაც გეშინია ყველაზე მეტად ზუსტად იქ ინახება საგანძური და კიდე რომ აი რაღაც გარო ხტები სადღაც რო გეშინია აი შენი შიშის პიკი რო ყველაზე მეც მიაღწევ ზუსტად მაშინ უნდა გადახტე ეგ არის ყველა სწორი მომენტი ამიტომაც არაფერი არ არის მან საშიში ხო არავის არ აინტერესებს როგორ კოდს წერთ ან არავინ არ დახარჯავს დროს რომ თქვენზე დადგეს და განგსაჯოთ ანუ ფეილი მანდ არ არსებობს რატომ არ უნდა სცადო ანუ ხო ხართ ჯუნიორები ვინც აი დიდი სიამოვნებით წახვიდოდით რა მე ჩემთვის რამდენს აქვს მოწერილი ვერ დავთვლი ხარ რომ ესე უფასო ინტერშიპზე ანუ უფასო ინტერშიპი ხო არ გაქვს აი ძალიან ბევრს აქვს მოწერილი ბიჭო ის open source უფასო ინტერშიპი არ არის ანუ მაგაზე კარგი უფასო ინტერშიპი რა გინდა იმ მაგაზე გაი public-ია ყველა ხა მოდი შევადაროთ რა განსხვავებაა უფასო ინტერშიპსა და კომპანიაში და open source კონტრიბუტორად რო იქ აი მაგათ შორის განსხვავება პირველი კომპანიაში გაწეული კონტრიბუციები რჩება მხოლოდ კომპანიაში და იმას შენ ვერავინ ვერ ხედავს დაგაგულია ჩათო ანუ სიტყვაზე უნდა გენდოს ვიღაც სხვა კომპანიის თანამშრომელი რომ შენ ამ კომპანიაში ამ ადამიანს აკეთებდი open source-ში როგორ არის ყველაფერი ითრექება ყველაფერი ჩანს შენი ყველა ნამუშევარი შენი ყველა achievement-ი დარჩება ისტორიას ხო მე ოფისში ძირითადად უნდა იარო ფიზიკური რესურსი დახარჯო ფინანსურიც ხო open source-ი საიდანაც გინდა როგორც გინდა გააკეთე კიდე რაღაც კონკრეტულად ნებისმიერ უფასო ინტერშიპის დროსაც კი შენ რაღაცა terms and agreement-ზე უნდა მოაწერო ხელი ხო ანუ შენ მაინც რაღაცაში შეზღუდული ხარ და რაღაცაში ვალდებული ხარ ვიღაცასთან ხო არის თუ არა ეგრე არის შუაში რომ მოგინდეს გაწყვეტა ან რაღაცა ვერ გააკეთებ გააჩნია კონტრაქტს ხო იმიტომ რომ ვალდებულება გაქვს კომპანიასთან დადებული და ხელი გაქვს მოწერილი მაგრამ მომდინარე რა გამოდივიდა რაღაც ხრი მაინც თოგზე ხარ გამობმული მაგრამ open source-ის შემთხვევაში არავისთან არანაირი ვალდებულება არ აქვს არავისთან არაფერი ამიტომაც უფასო ინტერშიპს ვინც ითხოვთ კომპანიებში უბრალოდ მაინტერესებს ოდნავ დაფიქრდით აი ცოტა ხანი დაფიქრდით სულ ცოტა ხანი დაფიქრდით რა განსხვავებაა უფასო ინტერშიპსა და open source კონტრიბუციას შორის თქვენ ახლა თუ გგონიათ რომ უფასო ინტერშიპის დროს ვიღაცა სენიორი დაგიჯდება თქვენ და full time-ზე დახარჯავს შენთან დროს რომ აი ესე უნდა გაკეთდეს არ არის ეგრე გადაგაგდებენ წყალში და ან გადარჩები ან არ გადარჩები ეგრეა მოგცემენ tasks მოგცემენ დოკუმენტაციას აჰა შენ task-ი აჰა შენ დოკუმენტის კითხვის შემთხვევაში მომმართი და დაიწყე open source-იც ეგრე ხდება გაქვს დოკუმენტაცია არის community არის discussion-ები არის issue-ები კითხვა ქონდა email list-ები არსებობს ხო კითხვა გაქვს მიიწერე დოკუმენტაცია არსებობს როგორ უნდა დაბილდო contribution-ი როგორ უნდა გააკეთო coding style-ი არის არანაირი განსხვავება არ არის
და რატომ მოდიხარ და ითხოვ ჩემთან უფასო ინტერნშიპს, როცა შეგიძლია შენი საყვარელი open source tools კონტრიბუტორი გახდე. გადმოწერე, დაკლონე გიტი, repo. წაიკითხე კოდი, ეცადე დაბილდო. უფასო ინტერნშიპი არ არის, აბა რა არის. მაგრამ მე როგორ მაგაძლევ მაგ საშუალებას. ხო, ნუ მე რა სიტუაციაზე ავიღოთ რა, ნუ ამ შემთხვევაში დღეს მე ვარ იქ, ხო? მაგ რაღაცა პატარა თული, რომელშიც არ არის დიდი scale-ზე, მაგრამ ძალიან საინტერესო პატარა ტექნიკური პრობლემები, რომელიც დამწყებს ძალიან ბევრ რაღაცას სწავლის. რატომ არ უნდა გქონდეს სურვილი, რომ მოხვიდე და აქ რაღაცები გააკეთო, რაღაცები ისწავლო, რაღაცები გაარკვიო, ხო? ვერ ხვდები ან უბრალოდ არ მიზას ვერ პოულობ, რატომ არ უნდა გინდოდეს ეს. მოგების გარდა შენ არაფერს არ წაგებ და სამაგიეროდ შეიძლება ძალიან ბევრი მოიგო. ცოდნის მხრივ, ხო? ამიტომაც ვამბობ ზუსტად, ვაიმე რა კაი ადგილია თუ ჩავედა რა ჩავკეთა. ხო, ამიტომაც ვამბობ, რომ ეგ წინის ზოგადად ეგ მდგომარეობა, რომ აი ჩვენი community-ის წევრები, ანუ ჩვენი ინჟინრები ძირითადად აი idle mode-ში არიან რა. და თან მით უმეტეს ახალგაზრდები. აუ ვიღაცა ვინც 15 წელია ამ სფეროშია, იმას არ მოეთხოვება, იმას თავის გასაკეთებელი community-სთან რაც ახას იმან გააკეთა უკვე. და დააბრუნა უკან, რაც აიღო იმან, ის დააბრუნა უკან. და თავისი არ ჩადებული ამ community-ის განვითარებისთვის რა. მაგრამ აი ახალგაზრდები რამდენი არიან, ხო? ახალგაზრდებს გულისხმობ აი ვინც ამ სფეროში შემოსულია 2-3 წელია რა. რამდენი რაღაც შეუძლიათ უბრალოდ, მაგრამ არა, მაინც ურჩევნიათ რომ idle mode-ში იყვნენ გამოსულები და არ ვიცი აი ეს რისი ბრალია, შეიძლება ჩვენი ბრალია. და აქაც ჩვენ გვაქვს რაღაცა გასაკეთებელი, ვიღაცას უნდა უფიცქო შეიძლება. არ ვიცი. შეიძლება მე ვარ ზედმეტად მე ვარ რომანტიზირებ ზედმეტად ჩვენ სფეროს. შეიძლება ჩემი ბრალიც არის, ხო, ადგილი იყავი. Yes. ჩვენი ადგილი. ხო, არ ვიცი. აბა რა გითხრათ? იდგა გახაროთ. რა გინდა ძმაკაც? არა, ნუ არა, ეს ხალხია მომტყოფიერია რა. თარაფელი რა შევლებთ. და ეგრე მეგობრებო, ჩვენც მოვედით ზუსტად 27 წუთი დამჭერდა ხეივნიდან გაგარინამდე მოსვლაში და თან საკმაოდ საინტერესო საუბრები გამოგვივიდა ჩემი აზრით. ოთხოში მე დავიცალე, ძალიან გაასწორა, საცობიც ვერ ვიგზენი. რავი, ვანახებ ამ ვიდეოს რამოდენიმე ჩემ მეგობარს. არც ხარისხია კაი ალბათ არც ხმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა. თავის გასაკეთებას ხო აკეთებს. ტელეფონით არ ჩაწერილებული. ვანახებ ამ ვიდეოს რამოდენიმე ჩემ მეგობარს. ნახოთ. თუ მეტყვიან რომ რავი რა, დაადეო ჩემს პირად YouTube-ზე მაქვს რაღაც პირადი აკაუნტი, სადაც უბრალოდ რაღაც დემოებს ვთავ ხოლმე რაღაცებს, რაც ჭირდება უბრალოდ რომ ხალხს გაუზიარო და რავი, დავდები იქ. Cartox დავარქმევ რაღაც იგიც და დავდები. ნახოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მომწონს რომ ფიქრებისგან ვიცლები და ამდენი რაღაცა დაბადებული აზრებისგან ვიცლები და სადღაც რომ მიმაქვს. ესენი ჩემთვის ძალიან კაია და ძალიან მშვედი. ამიტომ ნახოთ.